მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში, ორგანულ კანონში ხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც იცვლება პოლიტიკური უკაცრავად საარჩევნო გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის ცნება და განისაზღვრება პარტიული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის ცნება, რომელიც გულისხმობს რას? ერთ მარტივ საკითხს, რომ თუ პარტიას აქვს აკრძალული პოლიტიკური საქმიანობის ფარგლებში მიიღოს უცხოეთიდან დაფინანსება, იურიდიული პირისგან დაფინანსება, ამავდროულად აქვს ვალდებულება, რომ შესაბამისი დეკლარაცია წარადგინოს ახლა უკვე 1 მარტიდან აუდიტის სამსახურში, ზუსტად იგივე ვალდებულებები ექნება იმ პირს, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, რომელიც არ არის რეგისტრირებულ პარტიად, თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსით და საჯარო მოქმედებებით, მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას და განხორციელებაში მონაწილეობით არსებითად გავს პოლიტიკურ პარტიას. და ვინ იგულისხმება? მსგავსი კითხვა წინასწარ დამისვით ერთ-ერთმა გახარიელმა და აქვე გაგცემთ პასუხს, რომ მაგალითისათვის თავისუფლების მოედანი რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის ჯერ რეგისტრირებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციად და პოლიტიკურ აქტივობაში იყო ჩართული. შემდეგ ერთ-ერთ ნაციონალური მოძრაობის, კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიაში გაერთიანდა და ეხლა უკვე გამოყოფილია და ცალკე დამოუკიდებელ პარტიად არის ჩამოყალიბებული და ამ ცვლილებების მიხედვით ის ორგანიზაცია, რომელიც არსებითად გავს და საქმიანობს როგორც პოლიტიკური პარტია და იდენტიფიცირდება როგორც პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტი და ვალდებული იქნება, რომ თავისი შემოსავლების და გასავლის შესახებ საზოგადოება ჩააყენოს, საზოგადოების წინაშე იყოს ანგარიშვალდებული და მათ შორის მასაც აეგზალება უცხოეთიდან თანხის მიღება თუ იურიდიული პირისგან შემოწირულობის განხორციელება, ისევე როგორც ეს არის პარტიისთვის აკრძალული. ამავდროულად კანონის მეათე მუხლს ემატება მე-3 და მე-6 პუნქტები, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია პარტიის წევრი იყოს ის პირი, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ იღებს შემოსავალს და აღნიშნულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა იმ კალენდარული წლიდან 8 წლის განმავლობაში, როდესაც ბოლოს მიიღო აღნიშნული ჩარიცხვა და რა არის ამ სულების მიზანიც? ზოგადად უცხოურძალად ითვლება ზუსტად ის, რაც ითვლება გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონით და დაფინანსების 20%-ის თუ კონკრეტული ორგანიზაციის არაკომერციული შემოსავლის არაკომერციული ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო არის უცხოური ძალა. ამ ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს ბოლო ჩარიცხვიდან 8 წლის განმავლობაში არ შეიძლება პარტიული საქმიანობა განახორციელოს. თუ ამბობთ ჩვენ, რომ ისევ და ისევ და ერთი ლოგიკაა, რომელზედაც აწყობილია მთელი და ლაითმოტივად გასდევს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომ უცხოურ ფულს, შესაბამისად უცხოურ ინტერესს ქართულ პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება, რომ მიიღოს უცხოური დაფინანსება, რადგან ინტერესის გატარება დაუშვებელია, შესაბამისად პირი, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო უცხოური ინტერესის გატარებაში საქართველოში, მას აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ პარტიული საქმიანობით დაკავდეს, გავიდეს შესაბამისი ვადა, რავადის გასვლისას შემდეგ კვლავ შეიძლება, რომ დაკავდეს პარტიული საქმიანობით და განახორციელოს ის ქმედება, რასაც ზოგადად პოლიტიკური პარტია ახორციელებს. ამ შემთხვევაშიც მონიტორინგს აუდიტის სამსახური განახორციელებს, როგორც ახორციელებს ზოგადად პარტიების ჩარიცხვების და ხარჯების შესახებ მონიტორინგს. ალბათ სოფიო ხორგოვანი. მადლობა. თქვენ ჩემი სიტყვების ინტერპრეტაციას აკეთებთ. მე არ მithქვამს, რომ მე არ მაინტერესებს. ინტერესით ესეც მაინტერესებს. კონრად ადენაუერის დოქტრინაც მაინტერესებს და ბენ-გურიონის ხედვაც ისრაელი როგორც შექმნა. ინტერესი არ ასაუბარ. თქვენ მოყავთ მთავარ არგუმენტად, ამიტომ გითხარით. არ არის საჭირო ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია, ეს რომ დამჭირდეს მშობლიურ ენაზე ჩემი აზრის გამოთქმისთვის ან ინტერპრეტაციისთვის, ვინმე დახმარება თქვენზე კომპეტენტურს ვიპოვე. ეხლა მე კითხვა მაქვს.
კითხვა მაქვს აი ხა თქვენ რა კანონით შემოგაქვთ ამასთან დაკავშირებით ეს ამ კანონს რომ 2012 წელს ემოქმედა ქართული ოცნება ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და ერთ ბიძინა ივანიშვილი როგორც საფრანგეთის მოქალაქე ვერ გახდებოდა ქვეყნის პრემიერი. მე მაინტერესებს ეს 8 წელი რო გაქვთ მითითებული, აი 8 წელი. ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია რომ თქვათ? ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და შემდეგ გახდა პრემიერი. პარტიის თავმჯდომარე 2012 წელს. დიახ, 2012 წელს ამ კანონს რომ ემოქმედა, რა კანონსაც თქვენ იღებთ. არ მჭირდება თქვენი დახმარება, საკუთარი აზრის გამოთქვა შემიძლია. ეხლა მაინტერესებს კითხვა არის ჩემი შემდეგში, ეს 8 წელი როგორ დაადგინეთ? აი 8 წელი შეიძლება 9. აი ხა ბატონი შალვა დიდი პატივისცემით მუშაობდა გერმანიის სახელმწიფოს ორგანიზაციაში. და წამოვიდა იქედან. როდის მიხვდა ის რომ ან როგორ ჩაითვალა რომ 8 წელი საკმარისი დროა, რომ მას ბოლომდე გაეწყვიტა კავშირები გერმანიის სახელმწიფოსთან. შეიძლება 9 წელია საჭირო, შეიძლება ნაკლები, შეიძლება 5 წელი. აი რა საფუძველი უდევს იმას, რომ აი მაინც 8 წელი. მადლობა. გისმენთ ბატონ არჩილ. როგორც გავიგე, ქალბატონის სოფოს 8 წელთან დაკავშირებით აქვს პრობლემა და ესე იგი, რა ვიცი, სხვა საკითხი არ დაგისვათ და როგორ ვიფიქროთ და რა დასკვნა გამოვიტანოთ, რომ სწორად მიგაჩნიათ თუ პირი რომელიმე ისეთ ორგანიზაციაში საქმიანობდა, ისეთ არაკომერციულ ორგანიზაციაში საქმიანობდა, რომელიც 20%-ის დაფინანსების წყარო უცხოური ძალა იყო, დიახ, მას არ უნდა შეეძლოს პარტიის წევრობა და თქვენთვის პრობლემა არის კონკრეტულად 8 წელი და მაგალითად ვიმსჯელობთ იმაზე, რომ 5 იყოს, 7 იყოს თუ 10 წელი იყოს. რა ვიცი, შემოგთავაზეთ თქვენი ვერსია, რამდენი წელი მიგაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში პირს არ შეეძლოს პარტიული საქმიანობა და შემდეგ ვიმსჯელოთ მეორე მოსმენის ფარგლებში. მაქსიმუმ 2? ანუ ესე იგი თქვენ პრინციპს თუ სწორად გავიგე, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ. მათ შორის თომის ოქმისთვის, რომ გიორგი გახარიას პარტიის მიხედვით და შეხედულებით სწორია თუ რომელიმე NGO-ში პირი დასაქმებული იყო, შრომითი ხელშეკრულებით იყო დაკავებული და ეს ორგანიზაცია 20%-ից მეტით უცხოეთიდან იღებდა თანხას, ამ პირს არ შეეძლოს პარტიის წევრობა. ამ პრინციპს ეთანხმება გიორგი გახარიას პარტია. მადლობა. და ახლა დარჩენი გავაგრძელოთ მსჯელობა იმაზე 8 წელია საკმარისი 10 თუ 2. მეორე მოსმენის ფარგლებში. სოფია ხოლმე. ოღონდ 2 წელი იმაჩნია, დიახ. დავაზუსტეთ ინტერპრეტაციებს თავიდანებით მეგეუბნებით, შემიძლია მშობლიურ ენაზე საუბარი. რა ინტერპრეტაციებს? ადამიანმა თქვა რომ 2 წელია საკმარისი. ერთი წუთით, არ ვიცი ვინ სად რა თქვა. რას დააზუსტეთ, კითხვა არ დაგისვა. მე დავსვი კითხვა. მე არ ვამბობ რომ ვეთანხმებიან ჩვენი პარტია ეთანხმება. მე დავსვი კითხვა. თქვენი ინიციატივა, ჩემი ინიციატივა არ არის ეს. როცა ჩემი ინიციატივა იქნება დავასაბუთებ. თქვენი ინიციატივა და კითხვა დავსვი. რა ემპირიულ ცოდნას, გამოცდილებას ეყრდნობა თქვენ მიერ შემოთავაზებული 8 წელი. კითხვა დავსვი. გავიგე. გიორგი შარას. ამჯერად მოკლედ დავაზუსტებ. სხვათა შორის, საიდან მოვიდა ეს 2 წელი გეტყვით? აი ბატონი შალვა საუბრობდა თუ არ ვცდები ერთ-ერთ ტელევიზიის სატელევიზიო ინტერვიუში და ევროპული ქვეყნის მაგალითი მოიყვანა და თქვა რომ აიქო ესე არისო ეს ყველაფერი ზუსტად ესეა როგორც ჩვენ ვაკეთებთო და 2 წლიანი გაგრილების მისი ტერმინია პერიოდიაო და ანუ როგორც ყოველთვის გვჩვევიათ ასეა რა ანუ ეს ყველაფერი მაგალითად არის მოყვანილი რომ თურმე იქ რაღაც 2 წლიანი და თუ ეს უცბად ახლა ეს 2 წელი 8 წელი გახდა რა თორე ჩვენ არ წელს 2 წელს ვემხრობით და არც 8-ს ბატონი შალვაში საუბრობდა პირადად ხო დამეთანხმებით რომელიღაც ქვეყნის მაგალითზე არ მახსოვს იქ 2 წლიანი პერიოდიაო და ეს 2 უცბად როგორ გახდა ხო ანუ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ეს არის თორე რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით შეიძლება ბატონი შალვაც აგვიმავალში საიდან 8 წელი ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის წესების მიხედვით არის. ანუ პრინციპზე ამას ამბობს ბატონი, ანუ პრინციპზე თუ თახდები დანარჩენი ახლა რიცხვებია? კარგით, თუ პასუხი გაქვთ, შემდეგ პროექტი ამ პაკეტში ბოლო არის აუდიტის სამსახურის შესახებ განსაცვლელება. აუდიტის გავცემ ამ კითხვაზეც პასუხს და ჯერ ერთი ფაქტები გადავამოწმოთ ხოლმე ქალბატონო სოფო 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2011 და 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე არ გახდა. ის დამფუძნებელი რა თქმა უნდა, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე ქალბატონი მაანა კობახიძე იყო პირველი თავმჯდომარე. ეს ერთი. რაც შეეხება დანარჩენს, ისევ და ისევ
რა ვიცი, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თქვენ ამბობთ, რომ პრობლემა არის 8 წელში, მას შემოგდა 2 წელი მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, ჩვენ ვამბობთ, რომ პრობლემა და გამოწვევა არის ის, რომ თუ პირი უცხოურ ინტერესს ატარებდა საქართველოში, ისევე როგორც პარტიას არ აქვს უფლება, რომ უცხოურ ინტერესი გაატაროს, შესაბამისად პარტია არ არსებობს უბრალოდ როგორც ასეთი ცალკე აღებული მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაცია, მას ყავს შესაბამისი ადამიანები, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში არიან ჩართულები, შესაბამისად ამ პარტიულ საქმიანობაში ჩართულ პირებს აქვთ აკრძალული, რომ უცხოური ინტერესი გაატარონ და იგივე პრინციპით უცხოური ინტერესის გამტარებელ პირს პარტიულ საქმიანობა არ უნდა შეეძლოს. სულ ეს არის.